საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში აპოსტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალ ამბებში ნახავთ. მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს შიო მესამე საქართველოს ახალი პატრიარქია. ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ გიყვებით რამდენიმე წუთში. როგორც შეხვდნენ სასულიერო პირები და მრევლი წმინდა სინოდის ისტორიულ გადაწყვეტილებას პირდაპირ ჩართვა სამების საკათედრო ტაძრიდან. ილია მეორის მიერ მღვდლად კურთხევა, ეპისკოპოსად გამორჩევა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დანიშნა, როგორი იყო შიო მესამის გზა ერისკაცობიდან პატრიარქობამდე. შიო მესამე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად არჩევას ულოცავენ. გიყვებით მთავარ გამოშვებაში. პირველი ოფიციალური ვიზიტი და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სლოვაკეთში დასრულდა. რაც გამონილები გააჟღერეს ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა. პირდაპირ ჩართვა სლოვაკეთიდან. ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. შიო მესამე საქართველოს ახალი პატრიარქია. პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს თვეტიცხეულში გაიმართება. საქართველოს 152 კათოლიკოს პატრიარქად მეუფე შიო მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს აირჩიეს. მან წმინდა სინოდის წევრთა 22 ხმა მიიღო. შედეგების გამოცხადებას სასულიერო პირები სიხარულით და ტაშით შეხვდნენ. ბაცნობიერებ ერთი მხრივ ამ მოწოდების პატივს და მეორე მხრივ ჩემს ადამიანურ სიმწირესა და უძლურებას განაცხადა შიო მესამე პატრიარქად არჩევის შემდეგ და მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა. ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. სრულიად საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად გამორჩეულია მიტროპოლიტი შიო. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. შიო მესამე საქართველოს 152 კათოლიკოს პატრიარქად წმინდა სინოდმა ისტორიულ საეკლესიო კრებაზე სამების საკათედრო ტაძარში გამოარჩია. გაფართოებული კრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდით დაიწყო. საეკლესიო კრებას 1200-მდე დელეგატი დაესწრო. დიდი საეკლესიო კრება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ გახსნა და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა. თქვა, რომ ილია მეორის გზის გაგრძელება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც სიყვარულით, ურთიერთპატივისცემითა და ერთობით ეკლესიის ერთგულ მსახურებას გულისხმობს. ძნელია მოიძებნოს საეკლესიო ცხოვრების სფერო, რომელზეც მის უწმინდესობას და უნეტარესობას არ უზრუნია. მათ შორისაა ხალხთან ღვთისმსიტყვის მიტანა და მისიონერობა. საეკლესიო და სამონაზვნო ცხოვრების, ღვთისმსახურების და ეკლესიის იურისდიქციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, საეკლესიო ადმინისტრაციული მოწყობის სრულყოფა, ეპარქიებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმტკიცება, ეკლესიის საგარეო ურთიერთობების განვითარება, საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორებსა და ეპარქიებზე ზრუნვა, განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, ახალგაზრდების აღზრდაზე ზრუნვა, ტაძრებთან სამრევლო სკოლების გახსნა, ქართული ტრადიციული გალობის და სხვა სახელოვნებო დარგების აღდგენა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისთვის განსაკუთრებული ლოცვა, ფიქრი, მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის მომავალზე ფიქრი გვალდებულებს განვაგრძოთ ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი.
ამის შემდეგ დიდი საეკლესიო კრება დაიხურა, თუმცა ხმის მიცემის პროცესისთვის საზოგადოებას პირდაპირ ეთერში თვალის დევნების საშუალება ჰქონდა. გაფართოებულ კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობდნენ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრები. კენჭისყრაში სინოდის 39-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. მღვდელმთავრებმა არჩევანი 3 კანდიდატს შორის გააკეთეს. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს წმინდა სინოდის 22-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მროվել ურბნელ მიტროპოლიტ იობს 9, ხოლო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს 7-მა წევრმა. წმინდა სინოდის 1 წევრის ხმა კი გაუქმდა. ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით. ულოცავთ მის მაღალ ყოვლადო სამღვდელოსებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას. Axios! მოიცა. საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხმობხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე, აქსიოს! ამის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ დელეგატებს უკვე 152 კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ სიტყვით მიმართა. უწმინდესმა და უნეტარესმა მადლობა შესწირა ღმერთს წყალობისთვის, ქართულ ხალხს სიყვარულისთვის, სამღვდელოებას კი ნდობისთვის. თქვა, რომ კათოლიკოს პატრიარქად მისი არჩევა ერთდროულად დიდი პატივიც არის და მძიმე ჯვარიც. ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება ახალმა პატრიარქმა თავად მიიღო, რომელიც სიმბოლურად ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს დაუმთხვია. მაისის გაფართოებული საეკლესიო კრება ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერება. ილია მეორის მიერ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ გამორჩეული სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო დღეიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე გახდა. მან არჩევის შემდეგ სამების საკათედრო ტაძრიდან მრევლთან გადაინაცვლა და უკვე როგორც ერის ახალმა სულიერმა წინამძღოლმა ქართველი ხალხი დალოცა.
საქართველოს და ქართველ ხალხს შიო მესამეს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას ულოცავენ სასულიერო პირები. სამღვდელოება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და დარწმუნებულები არიან, რომ ილია მეორის გზა ღირსეულად გაგრძელდება. ერის სულიერ წინამძღოლად მეუფე შიოს გამორჩევას ემოციებით შეხვდა სამების საპატრიარქო ტაძარში შეკრებილი მრევლიც. მე დეტალს ნინო სალუქვაძე გვეტყვის, რომელიც სამებიდან პირდაპირ ეთერში გვერდება. ნინო, გისმენთ. დიახსრულეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე, სწორედ ასეთი ახლა მისი წოდება. დღეს საზოგადოებამ იცის, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რიგით 152 პატრიარქი იქნა არჩეული სამების საკათედრო ტაძარში გამართულ გაფართოებულ კრებაზე. კრების დასრულების შემდეგ ჩვენ ცხადია ვესაუბრეთ სასულიერო პირებს, მღვდელმთავრებს, ისინი ამბობენ, რომ ეკლესიამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და გამოარჩია ღირსეული პატრიარქი, რომელიც ასევე ღირსეულად გააგრძელებს ილია მეორის გზას, პატრიარქის, რომელმაც უდიდესი ეპოქა შექმნა 49 წლის განმავლობაში. გილოცავთ ყველას, ულოცავთ მთელ საქართველოს, მშვიდობით, ერთსულოვნებით. იმოქმედა სინოდმა, ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე. გამოჩნდა ღვთის განგებულება, ღვთის ნება, ყველა ერთმანეთს ულოცავს სინოდში. ასე რომ იწყება რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ესე იგი, ეს არჩევნები იყო და გამოარჩია წმინდა სინოდმა ახალი პატრიარქი არის მისი მაღალ ყოვლადოსამღვდელოს მეუფე შიო. ეს არის, ესე იგი, საქართველოსთვის ზრუნვა არის, თავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი მხოლოდ მარტო არ იქნება ამ საქმეში, წმინდა სინოდი ყველანი თავის გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში. ეკლესიამ სწორი არჩევანი გააკეთა. სწორი არჩევანი და მეუფე შიო, უწმინდესი შიო, ღირსეულად გაუძღვება ქართულ ეკლესიას. მთელ ჩვენს ქვეყანას ულოცავ ახალი პატრიარქის არჩევას. იცით, რომ პატრიარქმა უდიდესი ღვაწლი გაიღო ჩვენო პატრიარქმა ილია მეორე, მან დაგვიტოვა ეს ეკლესია, რაც დღეს არის ღვთისმადლით. დღეს უცა ვიჯერებდით იმაზე, რომ პატრიარქს რა ეკლესია დახდა. დღეს როგორი ეკლესიაა, ამდენი ტაძარი, ამდენი მონასტერი და ღვთისმადლით ჩვენ გჯერა, რომ ახალი პატრიარქი იმ გზას გააგრძელს, რაც ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო და ეს გზა გაგრძელდება და ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ ეს ეკლესია არის ერთიანი მხარი და ეკლესიას ჭენი ჯოჯოხეთიანი ვერ მოერევა ვერასოდეს და მინდა რომ ყველას მოგილოცოთ. ბედნიერები იყავით და ყველანი დატყვით ამ ეკლესიის სიხავ და ეკლესიის ბედნიერებით. დღევანდელი დღე საკმაოდ ემოციებით იყო დატვირთული, განსაკუთრებით კი ემოციური იყო, როდესაც შიო მესამემ პატრიარქმა დატოვა სამების ტაძარი და ის გამოვიდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, როდესაც ის შეხვდა მრევლს, მან ფეხით ჩაიარა კიბეები, სამების საკათედრო ტაძრის კიბეები და ამ ხნის განმავლობაში ის ესალმებოდა მრევლს და საკმაოდ ემოციური იყო მრევლის შეხვედრა ახალ პატრიარქთან. ისინი ძალიან დიდ პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავდნენ მის მიმართ და რა თქმა უნდა ულოცავდნენ მას პატრიარქად არჩევას. მას ასე რიგით 152 პატრიარქი არჩეულია, შიო მესამე არის ახალი პატრიარქი, მისი ინტრონიზაცია კი ხვალ სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდება. მადლობა ნინო, ეს იყო ნინო სალუქვაძე. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სამების ტაძრის დატოვების შემდეგ სიონის ტაძარში გადაინაცვლა, სადაც ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ილია მეორემ შექმნა და ააშენა ჩვენი ეკლესიის სულიერი ცხოვრება. ჩვენი ვალია ეს ყველაფერი შევინახოთ, განვავითაროთ და ეს გზა გავაგრძელოთ. ეს არის ჩვენი მთავარი გზა. შეგვეწიოს ამაში მისი უწმინდესობისა და უნეტარესის ლოცვა და მფარველობა, აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა შიო მესამემ მსახურობის შემდეგ.
შიო მესამემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად არჩევას სულოცავენ მმართველი პარტიის ლიდერები და ხელისუფლების პირველი პირები. მისაოცი წერილები გაავრცელეს ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილებმა, პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარისა და მისი მეუღლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა განსაკუთრებით სჭირდება. ხელისუფლების წარმომადგენლები კი დარწმუნებულები არიან, რომ შიო მესამე ღირსეულად განაგრძობს იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც 10 წლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია მეორე ქმნიდა. ნუცა კოროშინაძე გიამბობთ. დღეიდან ქართული საეკლესიო ცხოვრების ახალი ისტორია დაიწყო. ქვეყანამ 142 პატრიარქი აირჩია. ქვეყნის პირველი პირებისაგან მილოცვებს იღებს ახლად არჩეული კათოლიკოს პატრიარქი. სოციალურ ქსელში გავრცელებულ მილოცვებში ისინი შიო მესამეს წარმატებას უსურვებენ და აღნიშნავენ, რომ ეკლესიის წინამძღოლის მისია ქვეყნისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილებმა შიო მესამეს კათოლიკოს პატრიარქად არჩევა მიულოცეს. მისაოც წერილში გამოხატულია რწმენა, რომ მეუფე შიოს მოღვაწეობა სიმშვიდისა და თანადგომის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალ საუკუნოვან ტრადიციებს. თქვენო უწმინდესობა, გულითად ადგილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად არჩევას. დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედა ეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის, ერის და ბერის სულიერი მამა. თქვენო უწმინდესობა, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის თვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა. გუწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალ საუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს. ღმერთმა დაალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო. ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიულ დღესთან დაკავშირებით წერს მთავრობის მეთაურიც. ირაკლი კობახიძე უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას ულოცავს. დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა. საქართველოს 60 ქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს პატრიარქის არჩევას. უწმინდესო და უნეტარესო შიო მესამე უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას. გუწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც 10 წლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია მეორე. დედა ეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მჯერა, რომ თქვენი მწყემს მთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის ახალ სულიერ მამას. მეუფე შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას ულოცავს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც. პრეზიდენტის განცხადებით, ეკლესიის ახალი სულიერი ლიდერის არჩევა ქვეყნისათვის განსაკუთრებული ეროვნული და სულიერი მშვიდობის მოვლენაა. თქვენო უწმინდესობა და უნეტარესობა უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას. ჩვენი ეკლესიისათვის ახალი სულიერი წინამძღოლის გამორჩევა უდიდესი ეროვნული და სულიერი მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი სამშობლოსა და ხალხის სულიერ ცხოვრებასთან, ერთობასა და მრავალ საუკუნოვან ტრადიციებთან. წამს, რომ თქვენი წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება კათოლიკოს პატრიარქის როლი საზოგადოებაში, მშვიდობის, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია. მჯერა, რომ თქვენი მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება. თქვენ უწმინდესობა ვგისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივ კურთხეულ მსახურებას და თქვენი მოღვაწეობა იქცეს მრავალი კეთილის საქმის საფუძვლად ჩვენი ეკლესიისთვის, სამშობლოსა და თითოეული თანამემამულისთვის. გულწრფელად გისურვებთ ღირსეულად განაგრძოთ ერის მთავარი საყრდენის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მემკვიდრეობა. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი.
ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000 წლოვანი ეკლესია, ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ისტორიულ მოვლენას. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ძიმია პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს. შიო მესამეს ერის სულიერ წინამძღვარად არჩევას ულოცავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. ირაკლი კირცხალია დარწმუნებულია, რომ შიო მესამე ღირსეულად გააგრძელებს დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს. დღეს 2026 წლის 11 მაისს სუფლის ნებით მის 2000 წლოვან ეკლესიაში ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლის თავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ღირსეული მღვდელმთავარი ღირსეულთა შორის. უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმა-ფხაზეთის მიტროპოლიტი ინებო სუფალმა რათა მრავალი წელი სწორედ ამგვარად მოიხსენიოთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელი. ღვთისწყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას ძიმია პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს. ყველას გილოცავთ ამ უდიდეს ისტორიულ დღეს. ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000 წლოვანი ეკლესია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს გულითადად ვლოცავამ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას. განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა ეკუთვნის უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ერის სულიერ მამას, რომლის მრავალწლიანი ღვაწლი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, მისი უწმინდესობა შიო მესამე ღირსეულად გააგრძელებს ამ დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს უსურვებს სულიერ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას და ღვთის შეწევნას საქართველოს საკეთილდღეოდ. გააჩნია აწუყე პატრიარქ შიოს ის რესურსი, ინტელექტუალური რესურსი, წარსული აწყო, რომლითაც შეუძლია გაყვეს აი ამ გზას, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე გაკვალა ილია მეორემ, ასე რომ მიულოცავ მასაც და რასაკვირველია მთელ საზოგადოებას. ეს არის უდიდესი ჯვარი, რომელსაც დარწმუნებულები ვართ, რომ მისი უწმინდესობა ძალიან ღირსეულად ატარებს იმის გათვალისწინებით, თუ როგორი პიროვნება გახლავთ ის, მისი გამორჩეული თვისებები, თუნდაც ის ფაქტორი, რომ სწორედ შიო მესამე იყო გამორჩეული თავად უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ. დღევანდელ დღეს გამოეხმაურა დედაქალაქის მერიც. კახა კალაძის განცხადებით, ახალი პატრიარქის არჩევა უდიდესი ისტორიული მოვლენა, რომელმაც ქართული ეკლესია კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს. ულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას ქვეყნის სულიერი ლიდერის საქართველოს 142 პატრიარქის არჩევას. დღეიდან საქართველოს ეკლესიის წინამძღოლია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმა-ფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე. ეს არის დღე, რომელმაც საქართველოს პატრიარქ შიო მესამის მოღვაწეობით კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია, ხელი შეუწყოს ერში სულიერების ამაღლებას, ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებას, მშვიდობის შენარჩუნებას. 11 მაისი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადილ ფასეულობას, რაზეც დგას საქართველო, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება. მსახურება დილის 10 საათზე დაიწყება. ილია მეორის გზა გრძელდება. წმინდა სინოდმა ერის სულიერ წინამძღოლად სენეკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო გამოარჩია. საქართველოს 142 პატრიარქის თანმიმდევრული წინსვლა საეკლესიო იერარქიაში 1993 წლიდან იწყება. ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. 1996 წელს კი მღვდლად პირადად კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. 2017 წელს კი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ გამოარჩია. შიო მესამეს ეპისკოპოსობის პერიოდში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო საეკლესიო მსახურებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ბრილიანტის ჯვრის სკუფიაზე ტარების უფლება. უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამის გზა ერისკაცობიდან საქართველოს 142 კათოლიკოს პატრიარქობამდე. სოსო ელისაშვილი გიამბობთ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი 1969 წლის 1 თებერვალს დაიბადა. თბილისის 53 სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში 1988 წლიდან გააგრძელა, სადაც მათ შორის ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსშიც გაიმარჯვა. სწორედ კონსერვატორიაში სწავლისას შეხვდა პირველად პატრიარქ ილია მეორეს, რის შემდეგაც მისი ცხოვრება შეიცვალა. მაშინ კონკურსში ძალიან აქტიურად და ესეთი გამოსვლები ქონდა საკმაოდ მწვავე და გაგვიბარეს მაშინ ესეთმა საზოგადო მოღვაწეებმა ზოგი ცოტა შეწუხდა რომ რაღაცა ძალიან ხიფათში არ მოგვიყვეს და მე უწმიდესთანაც ესე სულში და მივედით იმ შეხვედრამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და არ ვიყავით ესე მაგრამ ის ქონდა ძალიან პატრიოტული განწყობა 1991 წლიდან ელიზბარ მუჯირი შიომღვიმის მონასტერში მორჩილად წავიდა. აქედან 2 წლის შემდეგ 24 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. 1996 წელს ბერდიაკონი შიომღვდლად პირადად პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. 2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უკვე იღუმენი შიო ახალშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად გამოარჩია. 7 სექტემბერს კი შვედიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აკურთხა. არ არის შემთხვევითი შენ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსად რომ გაკურთხეთ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. თვითონ ქალაქის სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ იქ დიდი ადამიანები მოღვაწეობდნენ. ეს იყო სენაკი მრავალი სასულიერო პირისა. თუნდაც გავიხსენოთ ბოლო პერიოდის დიდი მოღვაწენი, რომელთაც მთელი საქართველო ასახელეს. დღეს მათ წმინდა სახელებს მთელი მართლმადიდებლური სამყარო იცნობს. სენაკში მოღვაწეობდნენ წმინდა მამა ალექსი შუშანია. მონაზვნები ფავსტო და ეფსიმე, მამა კონსტანტინე ქვარაია, ჩემი დიდი მოძღვარი მამა შიო ძიძავა და მრავალი სხვა. ასე რომ მეუფე შიო, შენ მადლმოსილ ისტორიულ ეპარქიაში მიდიხარ და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ამ ეპარქიაში არსებული მადლი კიდევ უფრო გაამრავლო და გააძლიერო. ეპისკოპოსი მუდამ განსაცდელის წინაშე დგას. იგი პასუხისმგებელია უფლის წინაშე არა მარტო საკუთარ სულზე, არამედ სამღვდელოებასა და მთელ მრევლზე. ამიტომ უნდა გაძლიერდე ლოცვით, მარხვით, მოღვაწეობითა და რაც მთავარია, თავმდაბლობითა და მორჩილებით, შენგელის მშვიდობა და სიხარული. 2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოვდა. 2009 წელს კი მთავარ ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს. 2010 წელს ის მიტროპოლიტი გახდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაენიშნა. 2017 წელს ილია მეორემ ის საკუთარ თანამოსაყდრედ გამოარჩია და საპატრიარქო ტახტის დროებითი მართვა ჩააბარა. 2018 წელს კი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა. მეუფე შიო სულოცავ ამაღალ წოდებას და იმედი მაქვს რომ გამართლებს დაკისრებულ საქმეს. ერთის მხრივ ძალიან დიდი სიხარულია, რომ ისმა უწმინდესობამ ესეთი დიდი პატივი მარგუნა წილად. მეორეს მხრივ ძალიან ველავ, რამე თუ ეს უდიდესი ჯვარია. ეს არის განსაკუთრებული ვითარება ესეთი ჩვენს ისტორიაში მე ვერ ვიხსენებ. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო ბოლო 9 წლის განმავლობაში ილია მეორის თანამოსაყდრე იყო. დაკისრებულ პასუხისმგებლობას სასულიერო პირებისა თუ საზოგადოების შეფასებით თავი ღირსეულად გაართვა. უწმინდესისა და უნეტარესის გვერდით არა მხოლოდ ეკლესიისთვის მნიშვნელოვან წლებში, არამედ პატრიარქის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც იყო. მრევლს ილია მეორის გარდაცვალებაც თავად ამცნო. ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ ხტივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა მიუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელს საქრისტიანოს. მთელი ეპოქა შექმნა. შიო მესამის წინააღმდეგ ბრძოლა რადიკალურმა ჯგუფებმა მისი გამორჩევიდან მალევე დაიწყეს. უყენებდნენ აბსურდულ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, თუმცა მის თავმდაბლობასა და ღირსებას ხაზი კიდევ ერთხელ მაშინაც გაესვა, როდესაც არც ერთი თავდასხმისთვის პასუხი არ გაუწია და დათმენის მაგალითი ყველას უჩვენა. მეუფე შიომ წმინდა სინოდის მიერ მისი გამორჩევაც თავმდაბლობით მიიღო. სასულიერო პირების პოზიციით შიო მესამე აც განსვენებული პატრიარქის გზას ღირსეულად გააგრძელებს. ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით ღვთის
მადლით და სასოებით. შიომესამის ინტრონიზაცია ხვალ სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდება. პირველი ოფიციალური ვიზიტი და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში დასრულდა. შალვა პაპუაშვილი გაფართოებულ ფორმატში სლოვაკ კოლეგას შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ყურადღება საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე. სლოვაკურმა მხარემ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა გამოუცხადა და პროცესში ღია დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის შესახებ მეტ დეტალს სალომე გობრონიძე მოგუყვება, რომელიც პირდაპირ ეთერში ბრატისლავადან გვერდდება. მოგისმით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისტორიაში პირველი ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში დასრულებულია. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეს შეხვედრა გამოიყენა პირველ რიგში ქართული სახელმწიფოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით დღეს ევროკავშირში საქართველოს წინააღმდეგ არსებული აგრესიული რიტორიკის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარმა სახელმწიფოებმა შეძლონ ევროპულ გაერთიანებაში საღი აზრის შეტანა. ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის შორის საუბრისას მთავარი სამი ძირითადი საკითხი გამოიყო, მათ შორის პირველი საქართველოს ევროინტეგრაცია და ამ გზაზე ბრიუსელის ბიუროკრატიის ევროპულ ღირებულებებს აცდენილი დამოკიდებულებები. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ბრიუსელს დღეს საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო პოლიტიკა აქვს. სლოვაკეთი კი მზად არის ამ გზაზე საქართველოს ინტერესები დაიცვას. მეორე, სლოვაკი კოლეგისგან შალვა პაპუაშვილმა პირდაპირ მოისმინა, რომ საქართველო ევროპას და სლოვაკეთს სჭირდება როგორც ევროპა-აზიის მთავარი დამაკავშირებელი სატრანზიტო სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფო და მესამე, ორივე მხარე შეთანხმდა იმაზეც, რომ აუცილებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სექტორული მიმართულებით და მათ შორის გამოიყო ეკონომიკური მიმართულება და განათლების სფერო კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. მნიშვნელოვანი არის სლოვაკეთის პოზიცია, რომელიც სულად ემთხვევა ჩვენს მიდგომას ბრიუსელთან არსებულ დღევანდელ სიტუაციაზე, რომ ის კონფრონტაციის გზა, რომელიც აირჩია ბრიუსელმა, არის არასწორი და ერთადერთი გზა, რომელიც ეკადრება ევროკავშირს, ეს არის დიალოგის გზა, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკვე რახანიას თავაზობს ევროკავშირს და ბრიუსელს. სლოვაკეთი განსაკუთრებით აფასებს ყურადღებას აქცევს საქართველოს როგორც დამაკავშირებლის როლს ევროპასა და აზიას შორის. სლოვაკეთს სულად აქვს გაცნობიერებული ის, რომ დღევანდელ სამყაროში არ შეიძლება ქვეყანა არ იფიქროს დივერსიფიკაციაზე საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისა, ტრანსპორტირების გზებისა, ენერგორესურსებზე წვდომისა და ამ მხრივ ძალიან ჭკვიანურად და წინახედულად უდგება სლოვაკეთის ხელისუფლება ამ საკითხს. მესამე, ჩვენ შევთანხმდით პარლამენტებს შორის ურთიერთობების უფრო გაძლიერებაზე. უფრო კონკრეტულად თუ რა გზავნილებით ბრუნდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია ბრატისლავადან თბილისში. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. საუკეთესო გზა დიალოგია და არა სანქციები. განურჩევლად იმისა, თუ რა სფეროს შეეხება. დიალოგით შესაძლებელია დახმარება. სანქციებს კი ხალხისთვის ზიანის მოტანა შეუძლია. ბრატისლავადან საქართველოს მხარდამჭერი ეს მკაფიო პოლიტიკური გზავნილების სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ გააჟღერა, რაც შალვა პაპუაშვილსა და რიხარდ რაშს შორის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გაიმართა. საპარლამენტო კავშირების გაძლიერება, ეკონომიკა, განათლება, ტურიზმი და საქართველოს ევროპული მისწრაფება. ორი ქვეყნის პარლამენტის ხელმძღვანელებმა საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად შეხვედრაზე ყველა ამ საკითხზე იმსჯელეს. სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზად არის იყოს პარტნიორი, რომელსაც კანდიდატი ქვეყნის გამოწვევები კარგად ესმის და ირჩევს პირდაპირ დიალოგს და არა შეზღუდვებს. რიხარდ რაშმა ხაზი ევროპის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს განსაკუთრებულ როლს გაუსვა და ჩვენი ქვეყანა ევროპა-აზიის დამაკავშირებელ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორადაც მოიხსენია. სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზეც, რომლის გადადგმასაც ოფიციალური ბრატისლავა საქართველოსთან კავშირების გასაძლიერებლად სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური და განათლების კუთხით აპირებს. ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის
დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა გადაწყვეტილება, რომ ქართველი სტუდენტებისთვის სლოვაკეთში ახალი აკადემიური წლიდან სამთავრობო სტიპენდიების რაოდენობა გაიზრდება. სლოვაკეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. ამის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ქვეყნების მთლიანობა ირღვევა. მადლობა მსურს საქართველოს გადავუხადო, რომ ეფექტიანად მუშაობს რესურსების დივერსიფიკაციის კუთხით და უკრაინის კონფლიქტისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის კონტექსტში. საქართველოს რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო საყრდენად. საქართველოს და სლოვაკეთი იწყებენ თანამშრომლობის ახალ ეპოქას. ამის ხელშემწყობი ფაქტორია ახალი პირდაპირი ავიარეისი ბრატისლავასა და ქუთაისს შორის. ქართველ ხალხს გაუმარტივდება სლოვაკეთში ჩამოსვლა. ქართველი სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიების რაოდენობა გაიზრდება. მათთვის სპეციალური სქემა გვაქვს. წელს სლოვაკეთი ევროკავშირში გაწევრიანების 22 წლის თავს აღნიშნავს. ჩვენ ყველა სახის პუნქტი გავიარეთ გაწევრებისთვის. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი ექსპერტების გამოცდილება იმაზე, თუ რასთან იყო დაკავშირებული გაწევრიანების პროცესი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერს ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ოფიციალური თბილისის სახელმძღვანელო რეალური ევროპული ღირებულებები, ეროვნული სუვერენიტეტის, სახალხო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა და საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩაერთოს იმ ხელოვნურ იდეოლოგიებში, რომელიც საზოგადოების გახლეჩვისკენაა მიმართული. ოფიციალური თბილისი და ბრატისლავა თანხმდებიან, რომ დიალოგს და ურთიერთთანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. მე გამოვხატე სლოვაკეთის მიმართ ჩვენი მადლიერება საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა ძალიან ფასეულია. საქართველოს მტკიცედ დგას ეროვნული სუვერენიტეტის, სახალხო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის სადარაჯოზე. ნამდვილი ევროპული ღირებულებები, მათ შორის ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ტრადიციული ოჯახური ღირებულებები და ჩვენი ქრისტიანული მემკვიდრეობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩვენს სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩაერთოს ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში, რომლებიც არ ემსახურება ჩვენი საზოგადოებების ინტერესებს. ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე. საქართველოსა და სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, სადაც დელეგაციის წევრებმა სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლებისა და თავდაცვის საკითხებს. მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის პარალელურად საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ქართულმა მხარემ სლოვაკ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც თბილისსა და ბრიუსელს შორის ბრიუსელის ბიუროკრატიის უსამართლო პოლიტიკური პოზიციების გამო არსებობს. ქართული მხარის ეს პოზიცია კი ოფიციალურმა ბრატისლავამ სრულად გაიზიარა. ჩვენ სლოვაკურ მხარეს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით. ასევე ჩვენი ხედვა იმ პრობლემატიკისა, რომელიც დღეს არსებობს თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებში, მათ შორის ის უსამართლო მიდგომები, რომელსაც ბრიუსელი იყენებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე. სლოვაკეთის მხრიდან არის აბსოლუტური გაგება და მხარდაჭერა ჩვენი პოზიციებისა. ისინი მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მე შემიძლია მოგიყვანოთ პირდაპირ ციტირება სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებისა, რომელმაც თქვა, რომ სლოვაკეთს და ევროპას საქართველოს ჭირდება იმისათვის, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება ევროპისა იყოს გარანტირებული. მნიშვნელოვანი არის ერთ-ერთი მიმართულება არის ზოგადი განათლების კუთხით სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელეს, რაც ერთის მხრივ არის ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფაზე და ასევე ეს არის საერთაშორისო და განსაკუთრებით ევროპული სტანდარტების ინტეგრირება. უმაღლესი განათლების მიმართულება ასევე სამეცნიერო მიმართულებით მოგეხსენებათ, რომ სამეცნიერო კუთხით ჩვენ გვაქვს კოდიფიცირების გეგმა ქუთაისსა და სლოვაკეთს შორის არსებულ ფრენებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ეს არის შესანიშნავი მიმართულება და კიდევ უფრო გაღრმავდება ამ კუთხით, რადგან ძალიან ბევრი ტურისტი მოდის როგორც საქართველოში, ისე სლოვაკეთში. ძალიან მეგობრულ გარემოში მიმდინარეობდა ეს შეხვედრები და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო წინ წავცევს ჩვენი ქვეყნის იმ გზას, რომელიც გზაც არჩეული გვაქვს და გამოცდილებებს გავიზიარებთ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა ბრატისლავას ციხესიმაგრეში უმასპინძლა. შალვა პაპუაშვილის ვიზიტი არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში. პირველმა კანონმდებელმა საპასუხო ვიზიტით სლოვაკი კოლეგა თბილისში მოიწვია.
ოპოზიციის ალიანსის მობილიზაცია ხალხის მობილიზებისთვის დაშლის პირას მყოფი გაერთიანება, რომელმაც რეგიონებში მხოლოდ საკუთარი პარტაქტივის შეკრება მოახერხა 26 მაისს მოქალაქეებს ქუჩაში დესტრუქციისთვის ეპატიჟება. მხარდაჭერის გარეშე დარჩენილებს ახლა მხოლოდ გარე ძალების იმედი აქვთ, ამიტომ არ მალავენ, რომ ხალხის დიდი რაოდენობა მხოლოდ უცხოელ დამკვეთებზე შთაბეჭდილების მოსახდენად სჭირდებათ. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია საერთო ეროვნულ დღესასწაულში დისონანსის შეტანას ვერ შეძლებს და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მორიგი მცდელობაც კრახით დასრულდება. ანა შანიძე ამბობთ. ოპოზიცია, რომელიც აქამდე მათ აქციაზე მისული ხალხის რაოდენობას იმიტომ არ ითვლიდა, რომ დასათვლელი არაფერი ჰქონდა, ახლა სტრატეგია შეიცვალა. დაშლის პირას მყოფი ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პოლიტიკური კალკულატორი ხელში პირადად აიღო და თავების დათვლა დაიწყო. იქვე აღიარა ისიც, რომ ხალხმრავლობა მხოლოდ გარე ძალებზე შთაბეჭდილების მოსახდენად და მათ თვალში პოლიტიკური ქურლების დასაწერად სჭირდებათ. გვახსოვდეს, რომ თავებს ყველა დაითვლის საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც კეთილმოსურნეც და არაკეთილმოსურნეც, ჭკვიანიც და სულელიც. გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება. როგორ აპირებენ ხალხის მობილიზებას იმ ფონზე, როდესაც რეგიონებში მხოლოდ საკუთარი პარტაქტივის მობილიზება მოახერხეს უცნობია. თუმცა სააკაშვილ-ბოკერია გვარამიას ალიანსში ამტკიცებენ, რომ ბევრი ადამიანის შეკრებას შეძლებენ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ითვლის თავებს უცხოეთიდან. გვარამია ამბობს, რომ აქციაზე მისული ხალხის რაოდენობას ის გარეთ ძალები აკვირდებიან, ვისაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები აინტერესებს. 26 მაისს იქნება ბევრი ადამიანი და 26 მაისს იქნება გადატვირთვა პროტესტის რაოდენობას აქვს მნიშვნელობა. ვინ იცვლის ქვეყნის ყველა ადამიანი, ვინც უყურებს პროცესებს, ყველას აინტერესებს, ბევრი მივიდა თუ ცოტა მივიდა. ყველას, ვინც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადევნებს თვალყურს. გვარამიას განცხადება მმართველი პარტია კიდევ ერთხელ დაერწმუნა, რომ ეროვნული ინტერესების ნაცვლად ნაცოპოზიციისთვის ამოსავალი წერტილი მათი უცხოელი პატრონების ინტერესებია. თუმცა სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არეულობის მსურველების დესტრუქციული მცდელობები ზუსტად ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც აქამდე და საერთო ეროვნულ დღესასწაულში დისონანსის შეტანას ვერავინ მოახერხებს. სამწუხარო ფაქტი იქნება, თუ კი ადამიანები აგრესიით გამოხატავენ 26 მაისის მიმართ პატივისცემას. საქართველოს ხელისუფლება სწორედ იმ პრინციპების მატარებელია, რაც 26 მაისის არსში დევს, აი ამ დღესასწაულში დევს და არასდროს ამ პრინციპისთვის არ გადაუხვევია. ფაქტია, რომ ამ ალიანსს არანაირი რეალური ალიანსის ძალა არ გააჩნია და არანაირი პოზიტივი ამ ალიანსისგან არ მომდინარეობს. რაც შეეხება იმას, რომ მათი თავარი, ასე ვთქვათ, ახლა ლოზუნგია, ბევრი გამოდით, რომ თავები დავითვალოთ, სწორედ ამაში არის საქმე, რომ ეს თავების დათვლა უნდათ იმისთვის, რომ უცხოეთს მოახსენონ, რომ ჩვენ კიდე ვარსებობთ, ვართ და მოგვაქციეთ ყურადღება, ნუ დაგვტოვოთ უყურადღებობთ. ეს არის მთელი ამ 26 მაისის აქციის შინაარსი. კვლავ უცხოეთზე არის აქცენტი გამახვილებული, უცხოეთში ეძებენ მხარდაჭერას, ხსნას და სწორედ ამიტომაც არის, რომ მათი დაანონსებული აქცია იქნება სურვილი სადმე დესტრუქცია მოაწყონ, საბოლოოდ ფიასკოთი სრულდება, მხარდაჭერის არქონე ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ძალები სწორედ ასე ასრულებენ საკუთარ სურვილებს და წიაღსვლებს. ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ 26 მაისსაც, ისინი ცდილობენ ეროვნული დღესასწაული ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, რაღაც დისონანსი შეიტანონ საერთო ეროვნულ ზეიმში, ეს მათ ცხადია არ გამოუვათ. დაშლის პირას მყოფი ალიანსის სურვილები, რომ არც ისე ლეგიტიმურია. ამას მათ მხარდამჭერ ეგრეთ წოდებულ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს. გვარამია რიგგარეშე არჩევნებზე ალაპარაკდა, თუმცა ვის ინტერესში შედის ეს მაშინ, როდესაც ქართველმა ხალხმა ოპოზიციას უარი უკვე 10-ჯერ უთხრა. უარს ეუბნება ახლაც, როდესაც ეროვნული მობილიზაციის ნაცვლად ალიანსმა რეგიონებში მხოლოდ პარტაქტივთან საუნური საუბრები მოახერხა. დაპირებული კარდაკარის ნაცვლად კი თბილისში დღეს გზადაგზა ფლაიერები დაარიგეს.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები აბასთუმანში, დაბაში ისტორიული შენობების განახლება, საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია, ასევე ნაპირსამაგრი და სახი და ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ხორციელდება შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია, მშენებლობა, ასევე პროექტები, რომლებიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება. კურორტზე მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო. დეტალებით ვერონიკა გვარამაძის სიუჟეტში. კურორტი, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის, აღდგენილი ისტორიული სახლები, განახლებული პარკი, ახალი სიცოცხლით დაბრუნებული საბაგირო და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ობსერვატორია. აბასთუმანს ისევ უნიკალურ ტურისტულ და ახალ სამეცნიერო ცენტრად აქცევს. პარალელურად ვითარდება ინფრასტრუქტურა, შენდება ახალი ობიექტები და კურორტი ეტაპობრივად იძენს თანამედროვე ევროპული სტანდარტების სახეს, ისე რომ საკუთარ ისტორიულ ხიბლს არ კარგავს. აბასთუმნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს კერძო სექტორიც ასრულებს. ფონდი ქართულს მხარდაჭერით აშენდა ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე ცენტრი. გრძელდება ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. ასე უბრუნდება აბასთუმანი თავის ისტორიულ მნიშვნელობას, როგორც უნიკალური კურორტი, მეცნიერებისა და დასვენების სივრცე. მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები რევას სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე განიხილა. ბიძინა ივანიშვილმა და ქართულ ფონდმა დაიწყო აბასთუმანში უამრავი პროექტის განხორციელება. ზოგადად აქტუალური გახადა ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკურორტო ზონა. ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტრო თავის კომპეტენციის ფარგლებში აგრძელებს სამუშაოებს, მათ შორის ახლა ვიწყებთ ახალ ეტაპს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. აბასთუმანში ამ ეტაპზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს. რეაბილიტირდება ბაღდათი აბასთუმნის გზა და შენდება შემოვლითი გზა, რომელმაც სატრანსპორტო ნაკადი დაბის ცენტრს უნდა აარიდოს და კურორტის ეკოლოგიური გარემო კიდევ უფრო მეტად დაიცვას. ასევე მიმდინარეობს ქუთაისი-ბაღდათი აბასთუმანი ბენარის გზის 4.2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და ასათიანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. დაგეგმილია საცხოვრებელი სახლების ფასადების რეკონსტრუქციაც. უკვე აშენებული ახალი ხიდები და გვირაბი, რაც მგზავრობას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის. დასრულებულია თანამედროვე ავტოსადგურისა და 700 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მოწყობაც, სადაც ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურა განთავსდება. ქუთაისი-ბაღდათი აბასთუმანი ბენარა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კეთილმოეწყობა სანიავრეჭები, ასფალტში მოექცევა სრულად საავტომობილო გზა, მოეწყობა პარტიულები, ტროტუარები. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება კურორტის მასშტაბური ინფრასტრუქტურული განახლების პროექტირება მშენებლობაზე, რომელიც აბასთუმნის საერთო ურბანულ კონცეფციას მოიცავს. წინა საპროექტო კვლევების საფუძველზე განისაზღვრება ის სივრცეები და ინფრასტრუქტურა, რომელსაც აღდგენა და განახლება სჭირდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობების აღდგენა, ახალი სარეკრეაციო და ტურისტული სივრცეების მოწყობა, ქუჩებისა და გზების განახლება, ასევე ნაპირსამაგრი და სახი და ინფრასტრუქტურის განვითარება. დღეს ჩვენთან ერთად ასევე იმყოფებიან ხელოვნებაცოდნეები და არქიტექტორთა ჯგუფი, რომლებსაც აქვს დიდი გამოცდილება ისტორიულ ძეგლებთან მუშაობის, რათა არ მოხდეს უხეში ჩარევა ამ ძეგლების და არ დაკარგოთ თავიანთი აბსოლუტურობა. თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მოთხოვნად იხდება ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ტურიზმის სივრცეები, სადაც ბუნება, ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა ერთმანეთთან ჰარმონიაში ვითარდება. სწორედ ასეთ კურორტად ყალიბდება აბასთუმანი, ადგილი, რომელმაც წლების შემდეგ კვლავ დაიბრუნა სიცოცხლე და განსაკუთრებული ხიბლი. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, აბასთუმანი წელს დამსვენებლებს სრულიად განსხვავებული გარემოთ ხვდება. ერთი კვირა შეიმჩნევა ვიზიტორების დიდი რაოდენობა. წელს ველოდებით განსაკუთრებით დიდ რაოდენობას და ვცდილობთ, რომ ყველა პირობები შეუქმნათ ჩვენს ვიზიტორებს, რომ კომფორტულად დაისვენონ. მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ აბასთუმანი ჩამოყალიბდება როგორც თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კურორტი, სადაც ისტორიული მემკვიდრეობა და ახალი ურბანული განვითარება ერთიან სისტემად იქნება გაერთიანებული. ათასობით მოქალაქე სახელმწიფო სრული დაფინანსებით სასურველ პროფესიას დაეუფლება. დღეიდან მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. მსურველებს საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები მიიღებენ. რეგისტრაცია 29 მაისის ჩათვლით, როგორც ვებგვერდზე, ისე ყველა მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი. დეტალებით ბორენა ონიანი. ჩვენ შეგვიძლია ორი პროტოკოლი გამოვიყენოთ, OSPF-იან DGRP, ან უბრალოდ ორივე შეგვიძლია გამოვიყენოთ, რადგან
თითოეულ ქსელს შევასწავლოთ თითოეული ქსელი. ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში ინტეგრირებულ სწავლებაზე მოთხოვნა მაღალია. დღეის მონაცემებით კოლეჯში უკვე 1000-ობით სტუდენტი დარეგისტრირდა. ახალგაზრდები აქ პროფესიულ განათლებას IT მიმართულებით იღებენ, ძირითადად კომპიუტერული ქსელების, სისტემებისა და გრაფიკული დიზაინის კურსებს ირჩევენ. მე ვსწავლობ კომპიუტერულ ქსელებზე და სისტემებზე. ინტეგრირებული კურსია, სკოლიდან გამოვედი და აქ ვაბარებ. დაახლოებით მერვე თვეა, რაც ამ კოლეჯში ვარ და რავი, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე უკვე. მანამდეც ამ პროფესიით დიდი ხანია ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული, მაგრამ რაც ამ კოლეჯში მოვედი, ბევრი პრაქტიკული დავალებები რო გავაკეთეთ, მით უფრო ბევრი რამ შევისწავლე. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია ყველა მოქმედ კოლეჯში დღეს დაიწყო. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც კოლეჯებში, ისე ონლაინ ვებგვერდზე. საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ. გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც საბაზო განათლების მქონე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. ეს მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას მოიცავს. პროგრამების დამთავრების შემდეგ გაიცემა როგორც დიპლომი, ისე სკოლის ატესტატიც. დღეს დაიწყო რეგისტრაცია, დილიდან ზარები არ ჩერდება, უკვე სტატისტიკა რო ამოვიღეთ ძალიან ბევრი მსურველი არის დარეგისტრირებული, გამოგიხსენებათ, რომ ჩვენი კოლეჯი გახლავთ მონოპროფილური კოლეჯი, რომელიც ახორციელებს IT მიმართულებას, მოთხოვნა ყოველთვის ძალიან დიდი არის ამ პროგრამებზე. ჩვენ და საბედნიეროდ გვყავს ძალიან ბევრი სტუდენტი, წარმატებული სტუდენტები არიან და ეს ინტეგრირებული რო კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, არის ის, როდესაც ადამიანი გამოდის, მოსწავლე გამოდის სკოლიდან წდა მე-9 კლასის შემდეგ ან მე-10 კლასის შემდეგ მას შეუძლია მოვიდეს ჩვენთან ისწავლოს, როგორც დაეუფლოს პროფესიას. პროფესიულ განათლებას სტუდენტების უმეტესობა დასაქმების პერსპექტივით ირჩევენ. იმაღლებენ კვალიფიკაციას, ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები ხდებიან. კოლეჯის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტებში შეუძლიათ. ვისწავლე რაუტერების ასოციაციის კონფიგურაცია, Windows-ის დაყენება, Linux-ის დაყენება და სხვადასხვა პროტოკოლები. დიდია შანსი, რომ მუშაობას დაიწყო ამის მერე. პროფესიულ განათლებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. კოლეჯებში რეგისტრაციის შემდეგ კონკურსში შერჩეული ადამიანების სწავლა სექტემბრიდან 50-ზე მეტ პროფესიულ კოლეჯში 200-ზე მეტი მიმართულებით დაიწყებენ. კონკურსის შედეგად შერჩეული ადამიანები უკვე სექტემბრიდან ჩაერთვებიან ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტ პროფესიულ კოლეჯში 200-ზე მეტი მიმართულებით სასწავლო პროცესში, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ათასობით ჩვენმა მოქალაქემ მიიღოს შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოსგან სრული დაფინანსებით აიმაღლოს კვალიფიკაცია და დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს სახელმწიფოს მხრიდან გამოკვეთილ პრიორიტეტს ჩვენი მოსახლეობის მხარდასაჭერად განათლების მნიშვნელობას, პროფესიული განათლების გამორჩეულ მნიშვნელობას და რაც მთავარია იმ ხელშეწყობას, რომლითაც დარწმუნებული ვართ, რომ მრავალი ჩვენი მოქალაქე ისარგებლებს. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ეს ხალხასტევის საინფორმაციო გამოშვება შვიცარიაზე, მე ხვალამდე გემშვიდობით ნახვამდის.